ახლა მეგობრებო, მოვედი ახლა ისეთ ადგილზე, სადაც გვჭირდება მოდელის ფორმირება მეორე მხარესაც. როგორც აქ გავაკეთეთ ნამატი თითო თვალში ორ-ორი, ისე უნდა გავაკეთოთ აქაც. მოდელისთვის ეს მეორე მხარეც აუცილებელია, ნახეთ. იგივე პრინციპით ნამატი თვალი შევდივართ მეორეში, ერთის გამოტოვებით მეორეში, აქაც ამოყვავს, ნახეთ, აქ განაკეთები არის, ერთის გამოტოვებით ამაში შევდივართ. აქაც ცოტა რთული არის, ამის დახმარებით ვაკეთებ. გამოვდებით ძაბს და თუ ამოვიყვანე კარგი. რთული არის. ერთი ამოვიყვანე, მეორე ამოვიყვანე და ერთი თვალი გადასასვლელად. იგივე პრინციპით მოვდები ეს ნახს ძაფი და იგივე თვალში, ნახეთ, აქ ახლა უფრო ადვილად შევდივარ, ნახეთ. იგივე პრინციპით ამოყვავს ორმაგნამატიანი ორჯერ თვალი, ნახეთ, ორი. მეორე გავაკეთეთ. ერთი თვალი ზემოთ. ახლა გავაკეთოთ მეორე. აქაც იგივე პრინციპით ერთი თვალის გამოტოვებით შევდივართ აქ. აქაც ორი გაკეთებული არის, შევდივართ აქ. ყველაზე რთული არის ჩემთვის ეს მხარე. იმიტომ რომ აქ ძალიან სიცარიელე ვარ დარჩენილი, აქ მიწყობით არის ამოყვანილი თვალები და რადგანაც მიწყობით არის ამოყვანილი თვალები და ძაფი არის წვრილი, უფრო რთულად ამოყავს თავიდან, მაგრამ შემდეგ ვხმარობ მხოლოდ 4.5 ყაისნახს. ეს ჩემ შემთხვევაში მეორე კიდე ერთხელ. აქ ისევ ამოყავს ორმაგნამატიანი თვალი. ერთი თვალი გადასასვლელად, ისევ ნამატი და ორმაგი. ისევ იგივე თვალში შევდივარ. თუ შევედი. ამოყვანა. რადგანაც სიცხე არის და ხელი მისრიალებს, რთული არის. ხელი მისრიალებს. ორი, ერთი თვალი ისევ და შევდივართ მეცხრე თვალში. აქ ჩვეულებრივად ისევ ზემოდან ქვემოთ ამოყვანით, ვამთავრებთ ამ მოდელს. აქ სად ვართ? ამოყავს ჩვეულებრივი თვალი. ეს თვალი ისევ მოვნიშნოთ, ეს არის ჩვენი ბოლო მეცხრე თვალი და ქსოვას ვაგრძელებთ თვლების გამოტოვების გარეშე ზემოდან და ნახევარი და ქვემოდან აღებით ისევ. იგივე პრინციპით როგორც აქეთ გავაკეთეთ, გავდივარ ბოლოში, ტრიალდები და მოვდივარ აქ. და ნახოთ შემდეგ როგორ შეგვიძლია გადავინაცვლოთ ისევ მეორე რიგი მოდელირებაზე და დანარჩენი არის იგივე პრინციპი. არაფერი არ იცვლება. უბრალოდ ჭირდება დაკვირვებული თვალი და პრინციპი როგორ არის. მხოლოდ ნამატებს უნდა დავაკვირდეთ, რადგან ყოველთვის ნამატი კეთდება ორი ნამატი მხოლოდ შიგა ფეხებში. ეს ჩვენი ცხრა თვალი, სადაც რჩება და აქ მოდელი, ნახეთ. აქ დავიწყებ მოდელის გაკეთება, ნახეთ. ყოველთვის შიგა ფეხებში, ნახეთ. 2, 2, 2, 2. ყოველთვის შიგა ფეხებში კეთდება ნამატი და ჩამოვდივართ ქვემოთ.
მე გავაკეთებ აქეთ ბოლომდე შემოbrunებას და განახებთ ისევ როგორ არის შიდა ფეხებზე ნამატის გაკეთება. გებრუნდებით ცოტა ხანში. შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად მეგობრებო, როგორც გითხარით, გავაკეთეთ ნამატები. გავაკეთე საბაზისო 9 თვალი, შემოვტრიალდი და გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. ანუ ყოველი უკანა მხარე არის ეს. ეს იქნება წინა მხარე, ნახეთ? ეს იქნება წინა მხარე. ეს არის უკანა. უკან ესეთი არის. ყოველი ამ მხრიდან, უკანა მხრიდან ვიდრე გავაკეთებთ ნამატებს, ჩვეულებრივი ქსოვით, ჩვეულებრივი სრული თვლებით, ქსოვთ ყველა ამ თვალს. ვიდრე არ მივალთ საბაზისო თვლებამდე. ამას როგორ გხსოვთ? ჩვეულებრივად შევდივართ სიცარიელეში, ამოყავს ჩვეულებრივი თვალი. აქ ნამატის, ორმაგ ნამატის თავზე, ზედა თავზე ამოყავს თვალი. აქ შუაში არის სიცარიელე, ნახეთ, სიცარიელე არის, ორი ხომ გავაკეთეთ, არის სიცარიელე. ამ სიცარიელეში ამოყავს თვალი. აქ თავზე ამოყავს. ნახეთ, თუ გავადიდე ცოტათი გადავდა. ნახეთ. ეს არის ამის თავზე აქ. ამოყავს თვალი. ჩვეულებრივი სრული თვალი ამოყავს. ყოველი ორმაგნამატიანი ფეხის თავზე და ყოველ სიცარიელეში. ანუ რაც გამოტოვებული თვლები გვაქვს. საერთო ჯამში რამდენი ნამატიც არის და რამდენი თვალიც არის გამოტოვებული, იმდენი თვალი უნდა გავაკეთოთ ნაქსოვი. ნახეთ, გაჩვენეთ კიდე. მოვედით ორმაგნამატიანის თავზე, ნახეთ. აქ ჩვეულებრივი თვალი, როგორც ყოველთვის ვაკეთებთ. აქ შევდივარ ორივეში. ვაკეთებ ჩვეულებრივ სრულ თვალს. სიცარიელეში. ნახეთ, მოვედი ისევ ბოლოში, არც ერთი თვალის გამოტოვებით, ყოველ სიცარიელეში და ყოველი ორმაგი ნამატის თავზე გავაკეთებ თვლები. ნახეთ, აქაც გაკეთებული არის სიცარიელეში. მას მივაქციოთ ყურადღება, თორე შეიძლება დიდი შეცდომა გამოგვივიდეს და ჩვენი უზორი არ გამოვიდეს ისეთი როგორც უნდა და ხელახლა შემოგვიწვიოს. ნახეთ, ისევ თავზე ავდივარ. ვაკეთებ ჩვეულებრივ თვლებს. ნახეთ, აქაც სიცარიელე გვაქვს. სიცარიელეშიც ვაკეთებ და შევდივარ მე-9 თვალში. მე-9 თვალში როგორ შევდივარ? ისევ, ნახეთ, ზემოდან ნახევარში. ნახეთ, ზემოდან ნახევარში. და ქვემოთ. ის ტრადიციულად. როგორც ვაკეთებთ საბაზისო თვლებს. გამომყავს მე-9 თვალი. უნაცვლებს ზემოთ ჩემს ანიშნს. რომ მე-9 თვალი არ ამერიოს ქსოვისთვის. და ვაგრძელებ ისევ ქსოვას. არც ერთი თვალის გამოტოვებით ყველა თვალში. ზემო ნახევარში, ქვემოთ ნახევარში. არც ერთი თვალის გამოტოვებით. ზემოთ ნახევარში, ქვემოთ ნახევარში. ნახეთ, ზემოთ ნახევარში, შევედი, ქვემოთ ნახევარში, თვალს. გავდივარ ბოლოში, ტრადიციულად, განახეთ როგორ გავდივარ. როგორც გითხარით, ვიხმარე პატარა თავიანი, ანუ 3 მმ-იანი ყავის ნახი თავიდან თვლის ამოსაყვანად. ამოვიყენეთ ცოტა მოშვებული თვლები ჩემი ნაცვლის და გამო. ახლა ხუმარობ 4 მმ-იანს, რომელიც ჯერ კიდე რთული არის. ისედაც მაინც ძაფიდან გამომდინარე გამოდის საკმაოდ მჭიდრო თვლები. ნახეთ. თუმცა ამ მხარეს თითქმის ყოველთვის ნახეთ როგორ რჩება. ნახეთ. იდეალური სისუფთავე. იდეალურად ამოყვანილი თვლები. ერთნაირად. ნახეთ. ეხლა მე გავედი ბოლოში. როგორც გითხარით, მეგობრებო. გავედი თავში წინა. რიგი გავაკეთეთ ჩვეულებრივად ამოყვანილი თვლებით.
ჩვეულებრივად ყოველ გამოტოვებულში ღიაში და ყოველი ორმაგი ნამატის თავზე ყველა თვალში გავაკეთე 9 საბაზისო თვალი და შემოვუბრუნდი. აქ უნდა დავიწყოთ ისევ ჩვენი უზორი როგორ ინაცვლებს ნელ-ნელა და როგორ დიდდება, როგორ ჩადის ქვემოთ. პირველი მეცხრე თვალი მაქვს ამოყვანილი. აქ პირველ გადასვლას ვაკეთებთ ნამატი და თულები ამოყავს როგორც ზემოთ ნახევარი, როგორც ყოველთვის ნახევარი. ჩანს კარგად. თulis როგორც საბაზისო თულების 9 თვალს ვაკეთებთ ზემოდან ნახევარი და ქვემოდან ნახევარი, ისე უნდა გავაკეთოთ ეს თულებიც ყველა რიგი. გარდა ჩვეულებრივი ამოყვანილი თულებისა, როცა ვაბრუნებთ ნაკსოვს. აქეთ მხრიდან, ანუ შიგნით მხრიდან კეთდება ყოველთვის ასე. ახლა რას ვაკეთებთ? ნამატი თვალი და ყოველი ერთის გამოტოვებით, ანუ ორმაგი ნამატის თავზე ვაკეთებთ ქვევით ჩასვლას. რიგს ნებისმიერ გინდა მატება იყოს და გინდა მხოლოდ ცალი თითო იყოს. ნახეთ, ყველა არის ორმაგი ნამატის თავზე. პირველ რიგში რას ვაკეთებთ? და რას მივაქცევთ ყურადღება? ერთი თვალის გამოტოვებით შევდივართ აქ და თვალი ამოყავს აქედან, ნახეთ, აქედან. ნახეთ, აქ. ვაკეთებთ ორმაგ ნამატს. ნახეთ, როგორ იქნება. მაგრამ პირველი თვალი ყოველთვის დასაწყისი, რომ ჩაკეცილივით გამოჩნდეს, ვაკეთებთ ნახევარ ნამატს, ანუ ამოყავს. ნახეთ, ასეთი სტილით თვალი და სამივე ამოყავს ერთმანეთში. ორმაგი ნამატის გარეშე პირველი ამაღლება, რაც არის ანუ პირველი ორმაგი ნამატი. ვაკეთებთ ისევ ერთ თვალს, ისევ ვაკეთებთ ნამატს და ყოველ მეორეში აკეთებული გვაქვს. ნახეთ, აქედან აწამოსული ძაღლი აკეთებული გვაქვს. ამას ვტოვებთ და აქ ვაკეთებთ. აქ შევდივართ. შევედი აქ და შევედი ქვემოთ. ნახეთ, შევდივარ აქ. ნახეთ. აქ ვაკეთებთ ჩვეულებრივად ორმაგ ნამატს. ამოყავს თვალი, ნახეთ, 1, 2 და გადასასვლელად 1 თვალი. ისევ ნამატი და აქ სად ვართ ახლა? ჩვენ ვართ ნამატების, ნახე, პირველი ნამატები 1S, მეორე S, 1S, მეორე S. ყოველთვის ნამატების შიდა ფეხებზე, ნახეთ, შიდა ფეხებზე ვაკეთებთ ოროს. შიდა ფეხებზე. აქ იგივე თვალში შევდივართ, იგივე თვალში და ვაკეთებ მეორე ორმაგ ნამატს. ნახეთ, ერთი ამოვიყვანე, მეორე ამოვიყვანე და ერთი თვალი გადასასვლელად. ეს თვალი აუცილებელი არის, რომ სიცარიელე დარჩეს. აუცილებელია. ვაკეთებთ ნამატისთვის მოხვევას აი ეს ნახზე, ვტოვებთ თვალს და შევდივართ ზემოთ და შევდივართ აქ. ნახეთ, აქ ისევ, ნახეთ, აქ. ამოყავს ცაფი, ვაკეთებთ პირველ თვალს, ვაკეთებთ მეორე თვალს ნამატისას და ერთი თვალი გადასასვლელად. აქ იგივე პრინციპი არის. ვართ შიდა ფეხში და აქ კეთდება ორმაგი ნამატი. მეორე ნამატი ორმაგი ნამატის. ნახეთ. ისევ იგივე თვალში შევედი. ამავიწყდა ნამატის გაკეთება. ისევ შევედი. ამოყავს ძაფი, ვაკეთებ პირველ ნამატს, მეორე ნამატს და გადასვლა. ნახეთ. უკვე აქედან იწყება ჩვენი უზორი. ნახეთ. როგორც ხედავთ, აქ დარჩა ერთი ნამატი და შიდა ფეხებში, რადგანაც ეს არის პირველი რიგის პირველი ორი ნამატი, V ასე ვთქვათ, და შიდა ფეხებზე ვაკეთებთ ორ ნამატს. ორმაგ ნამატს. დანარჩენი თვლები, რაც აგვაქვს, ვიდრე არ მოვალთ ორ ნამატ თვალამდე, ფეხამდე, ანუ აქამდე, ყველა ნამატში ვაკეთებთ ორმაგ ნამატს, ერთი თვალის გამოტოვებით. ერთი თვალის გამოტოვებით, ორმაგი ნამატი, ერთი თვალის გამოტოვებით, ორმაგი ნამატი, ერთი თვალის გამოტოვებით, ორმაგი ნამატი, ერთი თვალის გამოტოვებით, ორმაგი ნამატი და გავდივართ, ვიდრე არ მოვალთ ამ ფეხამდე. ამ ფეხზე როდესაც მოვალთ, ისევ გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ხელახლა. და ეს არის ჩვენი ქსოვის და უზოვის და ჩვენი ჩანთის პრინციპი. ყოველთვის შიდა ფეხებში, ვეებიდან შიდა ფეხებში ვაკეთებთ ყოველთვის ორმაგ ნამატს. დაგიბრუნდებით ცოტა ხანში. როგორც გითხარით მეგობრებო, გავაკეთე თითო
ორმაგნამატიანი ფეხი ყველა უზურის თავზე, ნახეთ. თითო. თავიდან რომ გავაკეთებ ორი ნამატი, ნახეთ. აქ ვაქვს პირველი ნამატი, აქ ვაქვს მეორე ნამატი. ყველა ფეხის, ნახეთ, ყველა ფეხის, შიდა ფეხების ნამატებზე ვაკეთებ მომატებას ისევ. შიდა ფეხების ნამატებზე ვაკეთებ ორ ნამატს. იგივე თვალში. ახლა მოვედი აქ, დანარჩენს ვაკეთებ თითო თვალს. ნახეთ. ეს არის უკუღმა მხრიდან, ეს არის ძარმა მხრიდან, ნახეთ. გამოგდის ეს რიგი. ყველა უნდა იყოს სიზუსტით, ნახეთ, სიზუსტით. დანარჩენი ყველა თითო ზრდის და მიხედვით. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი თვალი იქნება, ზრდის და მიხედვით. მთავარია ამ კუთხეებში არ აგვერიოს არ უნდა მოუმატოთ, თორე შემდეგ იქნება არეულად ეს ხაზი, არ იქნება სიმეტრიული. ერთი სიტყვით მე მოვედი ახლა სად უნდა გავაკეთოთ მომატება, სადაც მაქვს ორი თვალი გაკეთებული წინა ჯერზე, ნახეთ და ვარ ზუსტად ორი მომატებული თვლების თავზე. პირველ თვალს, ნამატის პირველ თვალს, აქ ორორის პირველ თვალს ვაკეთებ ჩვეულებრივად. ვაბრუნებთ ნახსოვს და შევდივართ ზედა ნახევარში, შევდივართ ისევ გაჩვენებთ, ნახეთ ამ ადგილას. ნახეთ აქ ამ კოს ეს თვალი. ნახეთ ეს და ეს. გამოყავს ძაფი. ვაკეთებთ ერთ თვალს, ვაკეთებთ მეორე თვალს, ნამატის და ორივე ერთად გადასასვლელად. ახლა შევდივართ შიდა ფეხებში, ნახეთ, შიდა ნამატის ფეხებში. აქ პირველ ნამატზე ისევ ჩვეულებრივად ამოყავს თვალი და ვაკეთებთ ნამატს როგორც ყოველთვის, ნახეთ, აქ შევდივარ, მოყავს თვალი და ვაკეთებთ ჩვეულებრივ როგორც ვაკეთებთ ყველა ნამატ თვალს. ნახეთ. ისევ ერთი თვალი, ისევ ნამატისთვის მოდები ძაფი აზნავს და ისევ იგივე თვალში ვაკეთებ მეორე ორმაგ ნამატ თვალს. ისევ ერთი თვალი. ნახეთ, შიდა ფეხზე გავაკეთე ორი. ყოველთვის ეს რიგი უნდა იყოს სიზუსტით დაცული. გადავდივართ შემდეგ ნამატის შიდა ფეხზე, აქაც იგივე პრინციპით ამოყავს ნამატიანი თვალი, ერთი ნახევრიდან ზემოდან და ერთი ქვემოდან, აქ ნახეთ. ამოყავს ისევ ჩვეულებრივად თვალი. ამოვიყვანეთ ერთი თვალი, ამოვიყვანე მეორე თვალი და ერთი თვალი გადასასვლელად. იგივე პრინციპით, იგივე თვალში, ნახეთ. იგივე თვალში, იმიტომ რომ ეს თვალი არის ამოყვანილი, იგივე თვალში ვაკეთებთ ნამატს. მეორე ორმაგ ნამატიან თვალს. ესეც ერთად ამოყავს, ერთი თვალი გადასასვლელად და ნახეთ. პირველი ნამატი იყო აქ, ორი თვალი, ნახეთ, ჩანს კარგად. ორი თვალი. ახლა გვაქვს შიდა ფეხების თავზე ორი თვალი. აქ გადავდივართ, როგორც გითხარით. ამოყავს ერთი აქ ისევ დარჩენილი ერთი თვალი ამოსაბანებია. მეორე ფეხის, ანუ ორმაგი თვალის მეორე ფეხი, გარეთა ფეხი. გავაკეთეთ ქვედა ორმაგი ორჯერ ნამატი თვალის თავზე მეორე გარეთა ფეხზე ნამატი ჩვეულებრივად, როგორც ვაკეთებთ ყოველთვის და გადავდივართ მეცხრე თვალს. აქ ერთი თვალი მოყვანილი ყოველთვის და ეს თვალი ამოყავს ჩვეულებრივად. გადავდივართ 9 თვალის ქსოვაზე. ამოვიყვანე, გამოდან ამოვიყვანე. ამოყავს ჩვეულებრივად. ნაცვლად ჩვენი სანიშნით ზედა მხარეს ეს არის ჩვენი მეცხრე თვლის მაგითი მხრიდან პირველი. დანარჩენს ვაგრძელებთ ქსოვას იგივე პრინციპით. ზემოდან, ქვემოდან და ერთად. ზემოდან, ქვემოდან, ერთად. პრინციპი იგივე არის. გავდივარ ბოლოში, შემოვტრიალდები და ვაგრძელებ შიგნით ამ მხრიდან, ნახეთ, ამ მხრიდან ყოველთვის ვაკეთებთ ყოველ თვალში, ყოველი ნამატი თვალის თავზე და ყოველ ცარიელ ადგილში ვაკეთებთ ჩვეულებრივ თვალს, ყოველ თვალში, თავზე, შუაში, სიცარიელეში, თავზე, შუაში, სიცარიელეში, თავზე, შუაში, სიცარიელეში, მოვდივართ ბოლომდე, აქ 9 თვალი როგორც ვიყვანთ ისე, გადასულებ ისე ვბრუნდებით და ისე ვაკეთებთ ნამატს. ყოველი შიდა ფეხების, ნამატის შიდა ფეხების თავზე ვაკეთებთ ორ-ორს. ორ-ორი და გავდივართ ბოლოში. რა სიგრძის გვინდა რომ გავაკეთოთ და რა სიფართის. ჩემი
ნახსოვი არის ამ ზომის, მაგალითად, ჩემი ძაფიდან გამომდინარე, ჩემი ნახსოვი როგორ არის. ნახეთ, ეს 9 თვალი დაახლოებით არის 5 სანტიმეტრი, 5 სანტიმეტრი ნახევარი, 5 სანტიმეტრი თქვათ. ნახეთ, ნამატი ბოლო ნამატამდე არის, ნახეთ, 15 სანტიმეტრი. აქამდე თქვათ, იმიტომ რომ აქ სხვა დაბოლოებაზე რო შიგნით შეკეცილი და ძირი გაკეთდეს და გვერდები გაკეთდეს, სხვა ქსოვა მიდის, ნახეთ, სხვა ქსოვა მიდის, ეს უნდა იყოს ასე. ამოწეული მხარე, ნახეთ. ამოწეული. ეს არის ძირი. ძირი. თლიანად ნახსოვი გამოდის, სახელობის ქვემოდან არის 14 სანტიმეტრი ნახევარი ჩემი, 14 სანტიმეტრი ნახევარი და სიგანი არის მთლიანად რო განსაზღვროთ, მთლიანად სულ თავიდან, ნახეთ, სულ თავიდან ბოლომდე არის 40 სანტიმეტრი. 40 სანტიმეტრი. თქვენ რა ზომისაც გინდათ, იმის მიხედვით განსაზღვრავთ. ანუ თავიდან ვთქვი, რომ რაც უფრო ზემოდან დაიწყებ მატებას, ნახეთ, მატებას, მით უფრო განიერი გამოდის და გადის გვერდზე. თუ კი ქვევით, ერთი თვალით ქვევით რომ გამეკეთებია ჩემი ნახსოვი, მაგალითად, მომატება დაიწყებოდა აქ, ჩამოვიდოდა უფრო ქვემოთ. იქნებოდა ცოტა უფრო გრძელი და უფრო ვიწრო, მაგრამ როგორც თავიდან აღვნიშნე, ძალიან ლამაზი არის ესეც გამოვა. პრინციპი არის იგივე, როგორც თავიდან. სასურველ ზომამდე და სასურველ ფორმამდე. ბოლოში გავაკეთებ მეც რომ ჩავალ სულ ბოლოში. რამდენი რიგი მაქვს გაკეთებული? რომ მივათვალოთ სახელური ანატაც, სადაც იწყება. ჩვეულებრივი ამოყვანილი თვლებიდან რო დავთვალოთ 1 2 3 4 5 6 7 8 9 და 10. 10 რიგი მაქვს გაკეთებული და შიგან ნამატები, ნახეთ 1 2 3 4 5 6 7 8 9. 9 არის ნამატები. ნამატი თვლები არის 9. მე ამ ზომის გავაკეთე. შემდეგ ბოლო მეათე რიგამდე როცა ჩამოვალ, მე განახებთ როგორ კეთდება, ასე ვთქვათ, ძირი და გვერდების ნაწილი. ძირის და გვერდების ნაწილი. შევხვდებით ცოტა ხანში. ნახოთ, როგორ იქნება ჩვენი ნახსოვი.